მოგესალმებით. ძვირფასო ტელემოყურებელო, ეთერშია გადაცემა თავისუფალი თემები, რომელსაც ვუძღვებით ჩვენ ბატონი თეიმურაზ გოგოხიძე და მე, ოსტანდინი ჯაფარიძე. დღეს ვისაუბრებთ იმ თემაზე, რომელიც დაიწყო სასტარტო ნოემბერში. ეს არის მოსახლეობის აღწერის პროცესი, რომელიც გასტანს 20 თუ არ ვცდები იანვრამდე. მოგესალმებით. დეკემბრამდე, მაგრამ შესწორებულ 20 დეკემბრამდე, პირველ რიგში მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ნამდვილად სასტარტო დაიწყო მოსახლეობის აღწერა, ხომ ეს? მაგრამ ეს მოსახლეობის აღწერა რა თუ ქონების აღწერაა? აქ არის ორი საკითხი დასმული. მოსახლეობის აღწერასთან ერთად, როცა მიდის სასტარტოს წარმომადგენელი, სადაც 25 წუთიდან 9 საათამდე უნდა აღწერას. რას აღწერს? თუ აინტერესებს რამდენი ადამიანი ცხოვრობს ოჯახში, კი ბატონო. ეს აღწერს რამდენი ოთახი გაქვს, რამდენი ტელევიზორი გაქვს, რამდენი მაგიდა გაქვს, რამდენი სკამი გაქვს. ეს არის ქონების აღწერა და არა ხალხის აღწერა რამდენი გაქვს. თუ არჩევნებს ვატარებთ და ვიცით რომ 3 მილიონი ნახევარი ამორჩეველია რეალურად, რა აღწერას ვატარებთ, ხო? რამდენი პირადობაა გაცემული? აღწერები ეს არის უკვე ზედმეტი ფულის ხარჯვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 12,000 ადამიანმა უნდა ევროს და მოხდინოს აღწერა. მაგრამ რამდენი პირადობის მოწმობაა გაცემული ელექტრონული მოწმობა, ეს უკვე აღწერის უკვე ერთ-ერთი ეტაპია, ხომ ესე? ეს ხო არ არის ხალხად გაცემული ეს პირადობის მოწმობა, ეს ხო იუსტიციის სამინისტროს მიერ არის, თუ ადამიანი ნომერს განიჭერენ შენი პირადი ნომერი გაქვს, რაღაც საჭიროა აღწერის ჩატარება. ეკითხეთ, საჭიროა, ყველა ადამიანს ბავშვს მაგალითად ჩემშულები რომ დაიბადა, აქვს თავის პირადი ნომერი. ხო? ესე იგი ჩვენ უკვე ვიცით რამდენი ვართ. რამდენი ბავშვია, რამდენი დიდი, რამდენი პატარა. ეს აღწერა არის, ესენი ატარებენ ქონების აღწერას. ეს რომელიც შემდგომ ეტაპზე დღეს გეუბნებიან, ეს კონფიდენციალურია ესე და დღეს საქართველოში კონფიდენციალური არაფერი არ არის. ეს საჯაროა. არა, კომიტუმეტეს სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, როგორც არის თქვა, უშიშროების სამინისტროს, რუსია, თუმცა გამშრალობა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოსახლეობას მოაყურებთ რა. ეს არის თქვენ ვაკეთებთ ქონების აღწერას. ადამიანს ვერ იხებით, რამდენი ძროხა ყავს, რამდენი ქათამი გაქვს, შემოსავლების საიდან გაქვს, რამდენი ხე გაქვს, რამდენი დივიდენდი გაქვს. ხო, არ მოხდა დივიდენდი, რამდენი ხე გაქვს ეზოში. Ამდენი ვაშლის ხე გაქვს, ამდენი ატრის ხე გაქვს, ამდენი ქათამი. ეს ყველაფერი გადაიზრდება მომავალში. ერთ წელში ალბათ. ეს გადაიზრდება, რომ თქვენ გიხდებათ ქონების გადასახადი. და გადაიხდით ქონების გადასახადს, როგორც ყველა პიროვნება ეხლის ქონების გადასახადს. თქვენ იქიდან დაგიარგე არჩევით, თქვენ ამდენი ძროხა გაქვთ, ამდენი ძერს იწვევს, ამდენი ძერს თქვენ ხედავთ და შემოსავალი გაქვთ. აქ ყვანებენ 40,000-ზე და თქვენ გადაიხდით ეს ქონების გადასახადი. ამას ითხოვს ევროპაში ყველა ეხლის ქონების გადასახადს და თქვენ გადაიხდით, რაც არ გაქვთ, იმის უნდა გადაიხდით. როგორც მაგალითად ის შეფასება ეხლის ქონების გადასახადს, ხო, სიმები აიგები. ხო, სიმები აიგები ხა სახელმწიფო ჰოსპიტალები ასეთი, სახელმწიფო ბიუჯეტში აქვს. და ეს ცოტა ესაც. ეხლიან ბიზნესმენები, ყველა ბიზნესი ეხლის ქონების გადასახადს. რაც არის ქონება, ეხლი ქონების გადასახადს, მეცეს გადასახადს. ჩვეულებრივად ესეც გადავა ჩვეულებრივ გადასახადში და ეს თქვენი შევსებულია. თქვენი კალმახით მოხდა შევსება. ხო, რამდენი ტელევიზორი გაქვს? 5 ტელევიზორი გაქვს. მაგალითად საფრანგეთში ერთ ტელევიზორის გადასახადი არსებობს ქონებაში, კი? ამერიკაში არის ტელევიზორი გაქვს, ის ქონებაში გეთხოვა და ქონების გადასახადი ესეა. ამიტომ ყველაფერი მიდის იქით, რომ ამათ კი არ აინტერესებს მოსახლეობის აღწერა. მოსახლეობა უკვე აღწერილია, მათ აქვს პირადი ელექტრონული პასპორტები. რითიც არჩევნებში იყოს მონაწილეობას. ამით თქვენ რა გინდა თქვათ მაშინ, რომ ესე იგი 3 მილიონი ნახევარიანი არჩევნებს არის მოსახლეობა? თუ 3 მილიონი ნახევარიანი მოსახლეობა ვართ, მაშინ ამ 3 მილიონი ნახევარში ბავშვებიც ხო შედიან? ესე იგი ამ არჩევნებში უნდა იყოს 3 მილიონი ნახევარზე ნაკლები. კარგია, თვითონ მემბერია თავის წამოწყებულ ინიციატივაში. ამიტომ 5 მილიონი მოარო ყველა კარგად იცის, რა უნდა დატოვოს.
საქართველოს 5 მილიონი ნახევარი მიღავს საბჭოთა კავშირის დროს. ახლა 2 მილიონი ასაკობრივი. ხო. ამიტომ ეს აღწერა არის აბსურდი. ეს არის გამოგონილი რაღაც მოგზონილი, რომ მოსახლეობასთან სახლებში შევიდნენ და თავისი პირით ათმევდნენ რა გქონდება. ჩვენ აღნიშნოთ, სადაგა გაჩა, სადაგა გარაკია, რამდენი სახლი გაქვს. ესე იგი დახევა, თქვენი ნახოთ, რომ ეს მოსახლეობის აღწერა ფორმალურად ქვია. ფორმალურად ქვია. ამდენად, ეს არის ფორმალური. აი შემოვიდა შენთან სახლში და ვეთქვი, აი მე მაგ სახლი თქვა იქ გაქირავებული მაგდა ჩემი შემოსავალი არის ქირა, ეს უკვე შენ სახლი გაქვს, დაფიქსირდა და ქირის შემოსავალი გაქვს, ესა გაქვს, ხურძემი გაქვს ეზოში, სიტყვაზე კაროლი გაქვს, აკალი გაქვს, ესა გაქვს, ამას ყველაფერს ისინი აღწერენ ამდენი ნიაგარის დაინგარიშებენ და საკუთარ ესა რა, მომავალში ყველაფერი შევა ნუსხაში სადაც საჭიროა. რამდენი ტელევიზორი გაქვს რამდენი ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, რამდენი ხარ და ასე შემდგომ. ეს არის მე მაგალითად პირადად მე ჩემი ოჯახი არ ვიყავ არჩევნებში კი არა სტატისტიკის დეპარტამენტის აღწერაში მონაწილეობას და არც ჩემი ახლობლები, ჩემს სიმბოლო ვინც არიან, ისინი წამყვანი ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობა სტატისტიკის დეპარტამენტის გამოცხადებულ ამ უარზრო ხალხის მოტყუებულ ხალხის აღწერაში რა თონების აღწერაში თონების აღწერა ხალხი ისედაც აღწერილი ექვსი მაშინ რაღაც მივიდა პირადი ნომერის ატუამიჩებ ადამიანს ხო თუ გარდაიცვალა ეს წუთში ფიქსირდება როგორც შენახსახი და სამინისტროში მე გარდაცვალების ცნობა უნდა აიღო გარდაიცვალა ის სახის ბაზა ხო ყველაფერი ბაზაში შემოქცეული რა აღწერას აქვს ხო ეს ხო აბსურდის თემა მე ამაზე მეუღერ მქონდა ჩაწერა გამოსვლები მამულისებთ და არც ერთი ოპოზიციური პარტია არ ოპოზიციური ხალხი თუ მომიტინგეები თუ იმე ყურადღებას არ აუწევს რაღაცებს ამ თემას გადართული არიან მარტო იცი რა იგივეა სახელმწიფო დაუბრუნდა არჩევნები და გაყალიბება სიმართლეში ხელისუფლება და ოპოზიცია თავარი თემიდან გადაიტანა სხვა თემაზე აქცენტი და ეს აქცენტი ასოეთ ხალხს და მოსახლეობას გამორჩეს აი ეს რასაც დღეს ვსაუბრობ ეს თემა გამორჩეს და სხვა თემაზე ისაუბროთ აი ეს არის ორი მიზანი და ჩვენი საუბრის თემა მოსახლეობამ კარგად უნდა გაიგოს აღწერა მოსახლეობის სხვა რამეა, ქონების აღწერა კიდე სხვა რამეა და ამას ერთად აკეთებენ ხალხის აღწერა და სასოფლო სამეურნეო. რას ქვია სასოფლო სამეურნეო? სასოფლო სამეურნეო ტელევიზორს ugikითხებიან და რამდენი სახლი გაქვს, ხო? მესმის ახლა ზოგადად შეგეკითხო რამდენი გაქვს ხო? ეს არის ხო, მე გიქნება სასოფლო სამეურნეო და არა ტელევიზორი. ისიც რა, იცი, ეთქვა მეურნეო კიდე ქართველები და უნდა გავიცე კიდე საზოგადოებრივ, ხო? ბალანსში. შიშგერა, პირით უნდა თუ წავიდეთ ბატონო. რაც რამდენი მიგრებით ამული სამართლავია. ბატონო, რეალურად როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის აღწერა? მოსახლეობა უკვე აღწერილია იუსტიციის სამინისტროში ბავშვი იბადება სამშობლოებად ანეჭებენ მას პირად ნომერს. თითქმის ყველას 97% ელექტრონული პირადობის მოწმობა. აღწერილია ხო, გავაკეთოთ. ეს ფაქტობრივად არის აღწერა უკვე ჩატარებული იუსტიციის სამინისტროსთან. თუ სტატისტიკის დეპარტამენტს აინტერესებს აღწერა, მას შეუძლია მიმართოს იუსტიციის სამინისტროს და ეთქვის რამდენი მოსახლეა, რამდენი ქართველია, რამდენი არაქართველია, რამდენია შემოსული და ასე შემდეგ და ვიღა უცხოელმა რამდენმა გახსნა საქართველოში ბიზნესი. ნუ ესე იგი ამ თემაზე მინდა გავაუწო ცოტა ეს თემა, რომ როგორი მხრით, იცი? ქართველები არიან დაუსაქმებლები. მე მუშაობდი მოლში დავნიშნო და ქართველები უფრო იყვნენ უკან წაწეულები, გამოძახებების მხრივ რაღაც, ვიდრე მაგალითად ინდოელები და პაკისტანელები. და რატო? იმიტომ რომ იმათენჯერად უფრო მეტი და რატო? ეს ვოლტი მიმართავს ამბობს ქართველები მართამდია. საქართველოში მაგრამ ვოლტი ხო საერთაშორისო ბაზარზე გასულ ხო იქიდან გამოვიდეს ეს ვოლტის ისაკური და არაფერ მაშინ არა ვოლტი არამედ სიტყვაზე ტრაქტორი
ბოლტი, ამას ბოლტი ახსოვს აქციო. ხო, ну ქართული ამ სახელწოდება და ერთ, ხო. რატო ქვია უცხოური, იმიტომ რომ წარწერად რომ დადიან, ქართულად არ აწერიათ, ხო. ამიტომ ეს უცხოელი უმეტი უპირატესობა მეანეჭი არ ქართულს. კი, ამ ქართული შეიძლება იყოს ხელმძღვანელი, მაგრამ იმას უკვე გაწერილი დირექტივა აქვს. რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა გააკეთოს, როგორ უნდა მისცეს გამოძახებები, რა უნდა იყოს, ხო უკვე დაწერილია. ხო, წინას არა. ხო, და ეს დაწერილში წერია ერთ-ერთი ის, რომ მეტი უპირატესობა ალბათ არ ქართულებს. რასაც შეიძლება მეკიდე არ ვიცი ხო, მაგრამ ნუ უშუალოდ ინტერესში დასამზარეულო. მით უმეტეს თუ იცი მაშინ შემიძლია ამ საკითხს. ასევე მინდა ზოგადად თემას გადავუყიო და შევეყო აი თემას რასაც ქვია ამერიკის საელჩოს ასე ვთქვათ სახელმწიფო დეპარტამენტის ასე ვთქვათ უარყოფები ადამიანების მიმართ. ვისაც მაგალითად უნდა მე მინდოდა მაგალითად ამერიკის ვიზა შესვლა შევედიგდეს მაგრამ და რატომ ითქეს უარი იმიტომ რომ არ გადის ერთად. და ანუ რა ნიშნავს ამერიკის საელჩო და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინაუგურაცია არის 20 იანვარს მოიხსენებათ და დღეს არის ბაიდენი ისევ. და რა ნიშნავს ეს? ბაიდენი უკეთებს ეუბნება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს იმას რომ ანუ ვისაც რეალურად უნდა ამერიკის მონახულება, ვისაც რეალურად უნდა სწავლა, მუშაობა ან ამის სხვა მათ უთხარით უარი. მე ადამიანი ხდება იზოლაციაში მიზეზი დედის ერთა იყავთ ხო? ეხლა მე შეგეთქვი რომ ხუდი რატომ გახურიებდი? და ხუდი რატომ გახურიებდი? ხო. მიზეზი რომ ეხლა შევეყოლი და დაძმა ესო არა თქვენ ბევრი ხალხი შემსახველი დარჩებიოდეთ. ამიტომ არა ეხლა მაგას ეხლა მიზეზი თუ ადამიანს უნდა რომ მიზეზი მოგიდეს, მიზეზი ყოველთვის მოძებნოს, ხომ ესე? ამერიკა მის მიზეზი ახლა დედის ერთა ხარდა იმიტომ რომ რატომ დედის ერთა საუბრობ და უცალოდეს დათვალიერება უბრალოდ ამერიკა მოინახულოს. არაფერი მიზეზი არის ეს რომ თუ არ უნდა არის იმიტომ რომ ამის ახლა რამდენი სიმართლე მაგრამ ვიცი რომ ძალიან თანხებს იხდიან $10,000 იხდიან თურმე რომ მიიღო ამერიკის ვიზა. მე მიგაწერეთ ბატონო მე არ ვიცი მაგრამ ამას ლაპარაკობენ ხალხში რომ $10,000 უნდა რომ ამერიკის ვიზა მიიღოს. ეხლა მოდი ესე ვთქვა $10,000 რომ ისე ვიღაცა შუამოვარს ხო? ეს $10,000 სუმაგის ხო არა? ვიღაცას უყობს ეს საერთოში ხო? ფაქტობრივად ესე გამოდის საერთო კორუფციაში გახურული. რახან ვიღაცა $10,000 დაგაგებს ახლა ის ვიღაცას აძლევს კიდე იქ რომ მე მისცეს ვიზა. ეს არის კორუფციული მაშინ მოდელი და არა სწორედ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს მაგრამ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ეს ალბათ ფურცელზე დაწერილი ალბათ იმედია ახალი პრეზიდენტი ვინც იქნება ამას მისცემს ალბათ სათანადო მიმართულებას იმიტომ რომ მე მაგალითად უბრალოდ ადრე რამოდენიმე წლის წინ შევავსე მითხეს რომ ავსებდი ნახულები და მოდი შევავსე რა სწორად არის შეავსეულ და ნუ კანემეთი არ მინდა მაგრამ შეავსეულ ნახოთ იმათ არ არის ეს და მე მომწევს და მოდიო და $100 გადაიხადე და წაიგო დიდი მალომალები და არც მისულო იმიტომ რომ მე არ მინდა მე აქ ვარ საქართველოს მოქალაქე საქართველოში მინდა ყოფნა და მე არ მინდა ჩავიდე და ამერიკელებს ვერაციტის იმუშავე არც უმუშავე ამერიკელებისთვის უთქვეს მე აქ ჩემს საქართველოს მინდა და მე წავედი, შენ წავედი, სწავლე ქართველები და როგორ არჩევა საქართველოში. არაბი თუში სამხი? ვისურვებთ. ვისურვებთ საქართველოს, ვისურვებთ. მაგრამ ვისი ბრალია, ქართველების ბრალია. რეალურად ასე ვთქვათ, ვიჩვენოთ რეალურად. ქართველების ბრალია. ეხლა ჩავდია, ყველა დირექტორები არიან, ყველა პრეზიდენტები არიან, თუ ყველა აქვეა ესეთი მესეზიანი აქვეა. ამიტომ ჩვენ ქართველებად ჩვენ შეგნებაში უნდა მივიდეს, რომ შენ აქ უნდა აკეთო შენი საქმე. Iki avuna აკეთო დღეს გამოდიან უცხოეთში, იცი რა საქართველოში ესეა. მოდი და ჩავოდი და ერთად გავაკეთოთ ხალხს. ჩავოდი ხოლმე გამოსtildeება. თუ ჩვენს თუ გვარები იქიდან რა, ეს კარგად ახლა იქიდან მე აქედან წავლენ და იქ როგორ მიხდები ახლა რა, და იქიდან მაგინები საქართველოს, რატომ ის საქართველოს ემიგრანტები ბევრი. 50-60% ემიგრანტი რატო აგინებს საქართველოს?
რომ მიიღოს მოქალაქეობა, რომ აი მე პოლიტიკური დევნილი ვარ. ის არც პოლიტიკური დევნილი არ არის, არც არაფერი, მაგრამ იქიდან აგინებს, რომ მას აი მე პოლიტიკური დევნილი, იცი ჩემი შეხედულება ეს იყო, ახლა მე მიტინგზე წავალ ერთ სულაც გადავიღებ და მე ვიტყვი რომ აი მეც ვიყავი და პოლიტიკურად დევნილი. მე რომ მომდა პოლიტიკურად წასვლა, ჯერ მარტო 95 წელს მომხსნეს ჩემი პარტია სასამართლო მოხსნა, სამი სასამართლო პროცესი გავიარე, მოვიდა ეს პროცესი, რა შემთხვევაში მოხდა, რამდენიმე პროცესები მქონდა, კიდე მომხსნეს კიდე მოვიდა ეს პროცესები. მე მაშინვე წავიდა კიდე მეუბნებოდი სხვათა შორის ქართველებიც და ესეც რომ შევჩამოხვიდა ეს საკუთები დაუდო მაგიდაზე და ჩემს საკუთები გახდა. მარტო მაგიტო მოხსნე მოხალხებას პოლიტიკური დევნილი და როგორც პოლიტიკური დევნილს აქ აზროვებდი ბინას ყველაფერს სამსახური ახლა პოლიტიკოსის სამსახური რა არის მე პოლიტიკოსი ჩემი სამსახური რა არის ხალხთან შეხვედრა პოლიტიკა და ჩემი რაღაც მოწოდება საფუძვლად პოლიტიკური საქმიანობაა სამსახურს ეხლა მე დავალაგებ და ვერ დავიწყებ ეხლა უხაცრავად რაკეზე ვერ გამოწვენა და რაღაცა უცხოელებისთვის და უცხოელებისთვის ხო? ჩასულები არის ეხლა ნუ წავალ ფულები ესე პაჩკა საძრე მუშაობენ იქ ვიღაცა სულის ვიღაცა შრომელი ხალხი წავიდა რა შრომელი ხალხი წავიდა იქ და ძალიან გულმთქივა რომ ეს ხალხი იქ არის ის ხალხი აქ უნდა იყოს და აქ უნდა აკეთოს საქმე და ის წავიდნენ იმიტომ რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული ერთ ადგილზე ტრიალებ და ვერ გამოვიდეთ შევამოს დროიდან დაწყებული ვარ გამოვიდეთ ერთ ადგილზე ტრიალებ და ამიტომ მე მოვუწოდებ იმას რომ შენ საქართველოს თქვენი სახლი საქართველოა არა ევროპაში შენ ევროპაში როკვილია ზოგიერთები ჟურნალისტ ამბობთ როკვილია გარდაცულზე არ ამბობთ არაფერს მაგრამ ევროპა კი არა თქვენი სახლი არის საქართველო და საქართველოში აქ დაიბადეთ აქ გაიზარდეთ ქართველები ხართ და საქართველოში უნდა გამოვიდეთ და თქვენ ოჯახებს უნდა მიხედოთ მესმის რომ თქვენ ახლა ამბობთ რომ ჩავდეთ საქართველოში რა გავაკეთო რასაც იკეთებთ აქაც გააკეთოთ ან დაუბრუნდით მიწები არ კაპიკებში იყიდება ეს მიწები და კეთილობენ ირანელები, ჩინელები, თურქები ყველაფერი შემოდიან ეს უჯიშო ხალხი ირანიდან ინდოეთიდან, ჩინეთიდან პატიმრები და ესენი კითხულობენ ოღო იმედთვის თუ აქ როცა ის რა ქვია კარგი ცხოვრება თქვენთვის რა ქვია აქ ცუდი და იქ კარგი აი ინდოეთში ჩავდა საქართველოში მე ვკითხავ ან პაკისტანში იმიტომ რომ კაი ცხოვრება მოაქვს, კაი ტერიტორია მაქვს რომ გადა თესლი ამო წუჩი ნაყოფი და რა თესლზე და კარამელი მოშმალა რაღაცა ამოდის მაგრამ შემეძლოში რამდენი თესლი გადამიგდია და იმდენი ხე ამოსულა სტატისტიკის დეპარტამენტი ჩაიწერა ამერიკაში სტატისტიკის დეპარტამენტი სამი კაპის ხემი გასა სამი კიდევ პატრონები რამდენი ნერგები ხო ნერგები დაგედეს ახლა ეს დაუდგინდა ვერ ხელა და აი ნახე მე რა ვფულს გააკეთე ეს ჩაიწერა სტატისტიკის დეპარტამენტი ეშენი ბილეთები პრობლემი ხემა რა და მაინც პატრონები თითო ხელზე რამდენი მოდის მოსავალი თითო ხელზე თითო ასკილო ხო კი 100 კილო ჩავყავ სამი ხელზენის მარკა აჰა აი სტატისტიკის დეპარტამენტი უკვე გაბარებს უნდა წეროს უკვე მას არის ყველაფერი ბატონებო დღეს ნორმალურად ზოგადად დავასრულოთ აუცილებლად გავაგრძელებთ საინტერესო თემებზე საუბარს რა თქმა უნდა შევხვდებით სამშაბათს ტელეკომპანია მამულის ეთერში დაბადან დამოუკიდებლ ბობოხიძესთან ერთად დროებით ალბათ პროგრამისათვის მოიყურეთ და მომწონს ადრე